დავიწყებთ იქიდან, რომ მაგალითად, როდესაც 32 წელია სახელმწიფოს ჰყავს იძულებით დროებით გადაადგილებული მოქალაქეები და როდესაც სახელმწიფო ამ შემთხვევაში მთავრობა ვერ ახერხებს, რომ 32 წლის განმავლობაში დააკმაყოფილოს ამ ადამიანების ელემენტარული მოთხოვნა, ელემენტარული მოქალაქის უფლება, რომ საკუთარ ქვეყანაში ამ ადამიანებს ჰქონდათ საცხოვრებელი შენობა და მათ არ სჭირდებოდეთ არსად ნებისმიერი ტიპის შენობის ეგრეთ წოდებით უკანონოდ დაკავება. პირველი პრობლემა აქ არის სახელმწიფოს მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება როგორც მინიმუმ. მეორე სისტემური პრობლემა არის ფორმა, რა ფორმითაც ხდება ეგრეთ წოდებული გამოსახლება იმ შენობიდან, რომელში ყოფნის სურვილით მე დარწმუნებული ვარ, რომ არავის იქ თავისი სურვილით არ მოუნდება იმ კონკრეტულ პირობებში ცხოვრება და იმ კონკრეტულ პირობებში შვილების გაზრდა და საკუთარი მომავლის მოწყობა, რომელ პირობებშიც ეს ადამიანები უმეტეს შემთხვევებში ცხოვრობენ ხოლმე. ფორმა იყო უკიდურესად შეურაცხყოფელი და ფორმა იყო აბსოლუტურად არა ისეთი, როგორიც უნდა კონდეს დემოკრატიულ სახელმწიფოს, თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყოთ, რომ საქართველოს ამ ეტაპზე აღარ წარმოადგენს დემოკრატიულ სახელმწიფოს, ისევე როგორც საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და აი ამ კონტექსტში უკვე აბსოლუტურად აღარ არის გასაკვირი ის სისასტიკე, ის გულგრილობა, ის ცინიკური დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ და განსაკუთრებით იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საკუთარ სამშობლოში 3 ათეული წელია არიან ფაქტობრივად ცის ქვეშ და ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ და სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი არც ხელშეწყობა, არც ყურადღება, არც ვალდებულების შეგრძნება და ამ ყველაფერს ვხედავთ 2025 წელს და ამ ყველაფერს აპროტესტებს ისევ და ისევ ის საზოგადოება, რომელიც საქართველოში დღეს უკვე აპროტესტებს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც უკავშირდება არალეგიტიმურ რეჟიმს და ამ რეჟიმის უკანონო ქმედებებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ. და იგივე მოსამართლეები აჯარიმება შემდეგ ამ ხალხსაც და ამ აქტივისტებს. საკმაოდ მაღალი ჯარიმებით, კი, როგორც ხედავთ. სურათი კომპლექსურია, ხო? რასაკვირველი ეხება დევნილებს, თუმცა არა მხოლოდ დევნილებს, აქ არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ სოციალურად დაუცველი სტატუსი და ზოგს არ აქვს და კიდე საკითხია, უნდა კონდეთ თუ არა. ბევრი შრე არის ამის და რაღაცნაირად მერია მაგალითად ხელს იბანს იმის თქმით, რომ აი მხოლოდ 9 ოჯახი თუ ადამიანი არის რეგისტრირებული თბილისში. ზოგადად ეს რაღაცა ტერიტორიული პრინციპი კიდე ცალკე საკითხი არის. გასაგებია, რომ მერიას თავისი არეალი ეხება მუნიციპალურად, თუმცა აქ არ არის საუბარი მხოლოდ მერიაზე, რაც ეხება და რასაც ვერ აკეთებენ ცალკე თემაა, მაგრამ მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკაზე, რომელიც უნდა იყოს კომპლექსური მიდგომის. ორიენტირებული და სუსტის დაცვაზე ორიენტირებული. ჩვენ აქ შეგვიძლია ასევე ვისაუბროთ საკუთრების უფლებაზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფო და კარგი მთავრობა პირველ რიგში განისაზღვრება იმით, რამდენად გულკეთილად და რამდენად სამართლიანად და პასუხისმგებლობით გრძნობით უდგება ის ადამიანს მოქალაქეს, რომელიც არის სუსტი, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და დაცვა და უკვე შემდეგ მოდის ამ შემთხვევაში კერძო საკუთრების უფლება. ის რომ მერი, რომელიც ჯერ კიდევ ლეგიტიმურია ამ ეტაპისთვის, მაგრამ მისი მეორე საქმიანობიდან გამომდინარე, ანუ პარტიული კუთვნილებიდან გამომდინარე, ის ისეთივე არალეგიტიმური პირია, როგორც ქართული ოცნების ნებისმიერი სხვა წარმომადგენელი. მერი, რომელიც ვალდებულებას და პასუხისმგებლობას იხსნის მის ქალაქში, მისი ქალაქის შენობიდან მოქალაქეების გამოსახლებაზე, ეს უბრალოდ ცუდი მერი არ არის, ეს არის მერი, რომელიც დანაშაულს ჩადის და ეს არის მერი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს კიდევ უმატებს ადამიანურ დანაშაულს, ცინიზმს, გულგრილობას და ასეთი დამოკიდებულება არის სწორედ იმის წინაპირობა, რატომ აღარ უნდა საქართველოში არავის ქართული ოცნების ხელისუფლება მთავრობაში. აღარ გვჭირდება ჩვენ ეს ხელისუფლება, ჩვენ ეს ძალიან გარკვევით და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ტოტალურად გააყალბა და ამის პარალელურად მიმდინარეობს მოქალაქეების დაჯარიმება, გამოსახლება, იმ მოქალაქეების დაჯარიმება, რომლებიც 5 მოქალაქე დაჯარიმდა დღეს. მოსამართლე ზვიად ცეკვავაზე მე შევახსენებ მაყურებელს თუ ვინმეს დაავიწყდა, არ მგონია, მაგრამ მაინც რომ ეს არის სანქცირებული მოსამართლე, ის ესტონეთის მიერ არის დასანქცირებული. ზვიად ცეკვავა არის 35 წლის ასაკსაც გავუსვამ ხას, იმიტომ რომ ეს არ არის ის ასაკი. ახალგაზრდა ადამიანია,
ჩემზე პატარა ადამიანია და მე უბრალოდ მიკვირს, რომ ადამიანი, რომელმაც გაცილებით უფრო მეტი ხანი იცხოვრა დამოუკიდებელ საქართველოში, აი ასე მონური მორჩილებით და რაღაცნაირად დახშული გონებით და დახშული გულით, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია მოსამართლის შემთხვევაში ალბათ, უდგება ამ ასეთ საკითხს, ისეთ სენსიტიურ საკითხს, როგორიც არის მცირეწლოვანი ბავშვების ქუჩაში გამოყრა. მცირეწლოვანმა ბავშვებმა ღამე გაათიეს იქ საკუთარი ეგრეთ წოდებული სახლიდან, რომელიც სულ ერთია როგორი პირობებით შეგვიძლია რომ დავახასიათოთ იმ ადამიანებისთვის ის კონკრეტულად სახლია. სახლიდან გამოყრილმა ბავშვებმა ღამე გაათიეს საკუთარ ლეიბებზე, რომელიც ქუჩაში ეყარა და მეორე დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ იგივე ავეჯზე, რომელიც წინა ღამეს აღსრულების ეგრეთ წოდებულმა სამსახურმა და პოლიციის თანამშრომლებმა გარეთ გამოიტანეს, იგივე სავარძლებში პოლიციის წარმომადგენლები ისწრენ. ეს არ არის მხოლოდ დანაშაული და სახელმწიფოს დანაშაული, ადამიანური დანაშაულიც არის. ჩვენ ვხედავთ, რომ 13 წელი ქართული ოცნების მმართველობის და ბოლო პერიოდში უკვე არალეგიტიმური მმართველობის 13 წელი გადამწყვეტი აღმოჩნდა სისტემაში დასაქმებული ადამიანებისთვის იმ კონტექსტში, რომ მათ დაეკარგათ ჰუმანურობის სრული განცდა, მათ დაკარგეს ადამიანურობა. უცნაურია ძალიან ასეთი დეგრადაციის ხილვა, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოში, რომელიც სულ რაღაც 1 დეკადის წინ რეგიონში ითვლებოდა დემოკრატიის მთავარ გამორჩევა მოხდა, ხო, ესეთი ადამიანები დარჩნენ რეჟიმის სამსახურში, ვინც უფრო მიდრეკილი და ეს სამსახურები შეივსო კონკრეტულად ესეთი მიდრეკილებების ადამიანებით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებში არის დღეს დასაქმებული სახელმწიფოს მხრიდან, უბრალოდ კითხვის ნიშნები ჩნდება ხოლმე ამ ადამიანების განათლების, ამ ადამიანების გამოცდილების მიმართულებით, ანუ ჩვენ არ ვიცით ეს ადამიანები ვინ არიან. კომპეტენციას პრობლემები არის. დღეს შევლაპარაკობთ ამ თემაზე, ხო? ხვალაც ვილაპარაკებთ, აი ვიცი რომ დაგეგმილა გადაცემა ამ თემების გარშემო. ნუ ბოლო ორი დღე ვლაპარაკობთ. ნუ ჯერჯერობით არაფერი ისეთი არ მოხდა, რომ გადაეფარეს ამბავი და ამიტომ ვლაპარაკობთ მათ შორის, სიმართლე რო ვთქვათ. ჩვენი პოლიტიკური და მედია დღის წესრიგი თითქოს ამ თემებს არ უკავია საკადრისი ადგილი და საკმარისი ადგილი. ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ აი თქვენ ოპოზიციური პარტიები დიდ დროს უთმობთ ამ არათანამშრომლობის მოდუსზე საუბარს პოლიტიკურ, ლამის გეოპოლიტიკურ თემებსაც. მიიჩნევთ თუ არა, რომ საკმარის ფოკუსი არსებობს ასეთ თემებზე, შესაბამისად ამ ადამიანებზე, ვისაც ეს საკითხები აწუხებთ ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში, თქვენს პოლიტიკურ საქმიანობაში და მედია დღის წესრიგში მათ შორის. ეს ყურადღება და ეს დრო არ იქნება საკმარისი, არც აქამდე არ ყოფილა საკმარისი და დღესაც არ არის და სამწუხაროდ არც ხოლმე არ იქნება. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ამ თემაზე ჩვენ ვსაუბრობთ ამ კონკრეტულ მომენტში, მათ შორის იმის გამოც, რომ ღმერთთან დაგვიფარა და ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და უფრო რთული და ისეთ კატასტროფული არაფერი არ მოხდა ბოლო 2 დღის განმავლობაში. ამ საკითხებამდე რომ მივიდეს ნებისმიერი საზოგადოება, ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, რომელსაც სურს ამ საკითხების მოგვარება და ნებისმიერი მედია, რომელიც არ არის სამთავრობო მედია და არ არის პროპაგანდის გამაჟღერებელი, უნდა მოგვარდეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელსაც ჩვენ ვერაუგლით გვერდს უბრალოდ. ის გეოპოლიტიკური ვითარება, ის დემოკრატიის ესეთი დაღმასვლა, ის გამოწვევები დემოკრატიულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით, ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც წინაშეც დღეს საქართველოს დგას, უბრალოდ არ მოხსენს შესაძლებლობას, რომ ჩვენ სრულად და მეტი დრო დავუთმოთ იმ თემებს, რომლებიც თითოეული ადამიანისთვის შესაძლოა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყოს დღეს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, დღეს თვალჭრენძის ქუჩიდან გამოსახლებული ადამიანებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება მათი დაკმაყოფილება ელემენტარულად საცხოვრებელი პირობებით, ვიდრე ის ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვით და გაჩერებით, რაც დაკარგავს საქართველოს. ეს ნამდვილად ასეა და ჩვენ არ შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ამ წუთას არის თქვა ვიზა ლიბერალიზაციის გაჩერება და უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი არის ქუჩაში დარჩენილი ადამიანები. თუმცა მნიშვნელოვანია მაინც გავიაზროთ, რომ სანამ არ მოგვარდება დიდი თემები, სანამ არ მოგვარდება ის საკითხები, რომლებიც ამ ხელისუფლებას ტოვებს ჯერ კიდევ სახელმწიფოს მართვის სათავეში, მანამდე სათანადო დროს და სათანადო ენერგიას ვერასდროს ჩვენ ვერ დავუთმობ პოლიტიკური კრიზისის რომელშიც არის ქვეყანა შეიძლება ითქვას რაღაც სხვა პერიოდებს ვარჩევთ გავრილოვის აქციების პერიოდიდან ალბათ ეს იქნებოდა ისტორიის საწყისი ზუსტად ეს ჯერ პოლარიზება და შემდეგ ასეთი ავტორიტარიზმის ზრდა მაგ პრობლემას ქმნის არა მხოლოდ გაუცხოება ხდება მმართველ კლასსა და მოსახლეობას შორის ოპოზიციაც უფრო მეტად წყდება ადამიანების სოციალურ და ისეთ ყოფით საჭიროებებს
რასაც ამ ადამიანების ცხოვრებაში პირველად იმ ადგილი უკავია, არ არის საუბარი ყველა ჯგუფზე, ზოგი ჯგუფი განსაკუთრებით ურბანული ცენტრების ის მოსახლეობა, რომელსაც ეს პირველადი საჭიროებები საბედნიეროდ მათ ნაწილს დაკმაყოფილებული აქვს, მათ მეტი ფუფუნება აქვთ, რომ უფრო გლობალურ საკითხებზე იდარდონ და აი ეს რაღაცა ოპოზიციის მხრიდანაც ხომ არ საჭიროებს მრავალშრიან მიდგომას, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ როცა ვსაუბრობთ მათ შორის სოციალური აქციების გამოცალკევებაზე ამ პოლიტიკური პროცესისგან და პოლიტიკური აქციებისგან, ბევრი საუბარია ხიდ ჩატეხილობაზეც და სოლიდარობის ნაკლებობაზეც და ამ ხვრელს ვერ ავსებს თითქოს ოპოზიციური პოლიტიკური კლასი. თქვენ როგორ ხედავთ ამას? გეთანხმებით ნაწილობრივ კი არის ეს პრობლემა, თუმცა ნებისმიერი პროტესტი, რომელიც დღეს სოციალურ ფონზე მიმდინარე პროტესტებიც, მე არ ვფიქრობ, რომ ეს პროტესტები რაღაცნაირად განსხვავებულ პოლიტიკას ეხება ის. განსხვავებულ თემას ეს არ ეხება, იმიტომ რომ სწორედ სოციალური პრობლემების წინაპლანზე წამოწევა არის პირველი კაფიო ხმამაღალი ნათქვამი, რომ ადამიანს მოქალაქეს არ აკმაყოფილებს და არ მოსწონს იმ მმართველი გუნდის დამოკიდებულება და შიდა პოლიტიკა, რომლის პირობებშიც ის კონკრეტულად ამ ქვეყანაში ცხოვრობს. სოციალური პირობები და პრობლემები რომ იყოს მოგვარებული, მაშინ არსებული ხელისუფლება, კარგი ხელისუფლება იქნებოდა. ქართული ოცნება არალეგიტიმური კი არ იქნებოდა, იქნებოდა ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელსაც მართვა მისცემდა საქართველოს ამორჩევლის უმეტესობა ხმას გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე და დღეს არ გვექნებოდა ისეთი პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ფაქტია, რომ იმყოფებით. რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემების გაჟღერება პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები არიან უკმაყოფილო ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკით, რომელსაც ატარებს მმართველი გუნდი. ამიტომ ეს ორი ალტერნატივას რა შეხედავენ ალბათ უფრო ალტერნატივის დანახვაც აუცილებლად უნდა მოხდეს იმ კონტექსტში, როგორ მიდის ბრძოლა თქვენ თუ ახერხებთ დანახვებას უფრო ეს იყო ჩემი კითხვა და თუ ხედავთ ამ ხვრელებს, იმიტომ რომ ამ რაღაც უფრო გლობალური და ყოვლის მომცველი საკითხები და ინტერესება, რაც ოპოზიციას უწევს კიდეც არ არის საუბარი იმაზე, რომ მაინდა-მაინც ყოველ შემთხვევაში აპრიორიტეტებს, მაგრამ ხომ არ ტოვებს მიღმა ძალიან მნიშვნელოვან ყოფით ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს, რაშიც მოსახლეობის ნაწილს სჭირდება ალტერნატიული პოლიტიკური მომავლის დანახვა. რომ ამ საკითხებს მე გადამიჭრის მაგალითად პოლიტიკური ოპოზიცია, როცა ან თუ ის იქნება ხელისუფლებაში. მე სრულად ოპოზიციურ სპექტრზე ვისაუბრებ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ცალკეული თემები, მოდი ასე ვთქვათ, თემები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის, იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური თუ მიმდინარე ყოფითი პრობლემები, ყველა ამ თემაზე მე დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ კოალიციას საკუთარი პოზიცია აქვს, როგორც მინიმუმ თეორიულ ნაწილში გაჯერებული, შეჯერებული და რაღაც დოკუმენტები არსებობს. ჩვენ მაგალითად გვაქვს ესეთი დოკუმენტები. მაგრამ რამდენად ეხლა თქვენ კი არ გიწყობთ hard talks, უბრალოდ რომ ვისაუბროთ ძალიან. აი დევნილებს აქვთ ეგ შეგრძნება, რომ აი აქვთ მაგალითად პოლიტიკურ პარტიებს ასეთი დოკუმენტები, არ ვსაუბრობთ ხოლმე თქვენ პარტიაზე, უბრალოდ ზოგადად კომუნიკაციაზე ოპოზიციური პოლიტიკური კლასის. გვაქვს ასეთი დოკუმენტები და თამამად შემიძლია ვთქვა, იმის მიუხედავად, რომ მე თვითონ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელი ვარ, ის კომუნიკაციის ხარისხი სოციალურ თემებზე და ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში მოსახლეობის ნაწილს და დიდ ნაწილს აწუხებს, კომუნიკაციის ხარისხი ამ ნაწილში არ არის თავის მაქსიმუმზე. ახლა ნებისმიერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პირობითად, იძულებით გადაადგილებულ პირებს ცოდნოთ და ზუსტად როგორი იქნება ჩვენი პოლიტიკა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება, ეს ადამიანი მოიტყუება. არა, ჩვენ ვერ დავუთმეთ ამ თემებს საკმარისი დრო. არ მოგცა არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა იმის დრო, რომ ჩვენ გვესაუბრა ამ თემებზე. მათ შორის პირადად მაგალითად საკუთარ მაგალითზე ვთქვა, მე კულტურის მიმართულებით ვმუშაობ პარტია ახალში. კულტურის მიმართულებითაც კი არ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ამ თემაზე მნიშვნელოვანი პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის გზები, რომელსაც წელიწადზე მეტია უკვე ვამუშავებთ და ეს დოკუმენტები, რომლებიც არსებობს, რომლებიც წინასაარჩევნოდ უკვე არსებობდა, ეს დოკუმენტები ჯერ კიდევ იხვეწება მე ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს თითქმის დარგის წარმომადგენლებთან და ამ დოკუმენტებსაც მოდიფიკაციას ვუკეთებთ და ეს დოკუმენტი სრულად და იდეალურად მე თვითონ ვერ მივიტანე ჩემს ამომრჩევლამდე და ვერ მივიტანე იმ ადამიანებამდე, რომლებიცაც მნიშვნელოვანია კულტურაში რა შეიცვლება, თქვათ, მას შემდეგ რაც ადეკვატური და კოალიციური ხელისუფლება ეყოლება საქართველოს. არ არის ამისთვის საკმარისი დრო. თქვათ, ბევრად უფრო კომფორტულია იმაზე საუბარი, რაშიაც მე პროფესიონალი ვარ, ვიდრე აი იმ ზოგად გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელშიც იძულებით ვართ ახლა. ქართული ოცნება პრაქტიკულად ომის მდგომარეობაში ამყოფებს ოპოზიციასაც და საზოგადოების დიდ ნაწილსაც ლიდერები
რომ დაპატიმრებული არიან და ყველაზე ხდება აკრძალონ, ცხადია ეს ამ გარემოებებს ქმნის, მაგრამ რაღაც მეტი წარმომადგენლობისკენ სწრაფვა ალბათ იქნებოდა მისასალმებელი ოპოზიციური სპექტრის. მე ძალიან დიდი სიამოვნებით დაველოდები დროს და იმ მოცემულობას, როდესაც დადგება მართლა ის მომენტი, რომ ჩვენ შევძლებთ უფრო კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბროთ და ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ გარდა იმისა, რომ ქართული ოცნება არის არალეგიტიმური და ცუდი ხელისუფლება, ჩვენ რეალურად შეგვიძლია გვყავდეს ძალიან კარგი ხელისუფლება, კარგი მთავრობა. ეს არ იქნება მარტივი მთავრობა, მაგრამ კოალიციური და დაბალანსებული მთავრობა იქნება ის დასაწყისი, რომელმაც შემდეგ უკვე რაღაცა კონკრეტული წლების განმავლობაში უნდა დააყენოს ეს სახელმწიფო ნამდვილად იმ გზაზე, რომელსაც ვეღარ შეცვლის უკვე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსი იქნება, ეს პოლიტიკური პარტია თუ რაღაცა არა ჯანსაღი ფსიქიკის რაღაცა გუნდი, რომელსაც მე მაგალითად ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს ვერ განვიხილავ როგორც პოლიტიკურ გუნდს, ეს არის რაღაცა კრიმინალების დაჯგუფება, რომლებსაც ძალით და რეპრესიებით აქვთ ამ წუთას ხელისუფლება შენარჩუნებული. ამიტომ კი, როდესაც საქართველოში შეიცვლება მთავრობა ახალი საპარლამენტო არჩევნებით აუცილებლად ჩვენ გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც კონკრეტულად ისაუბრებს რეალაპარაკი, მეტი ადამიანი როგორ უნდა აკრიფო ამ პროცესში და ერთგვარი კამპანია უნდა გქონდეთ, ხო? თქვენ ამ თემაზეც რომ გადავიდეთ, გუშინ 8 პარტიამ, რომლებიც არჩევნებში არ იღებთ მონაწილეობას, წარადგინეთ ერთგვარად Join Resistance G ესეთი პლატფორმა, სადაც ადამიანები უნდა დარეგისტრირდნენ. ხო, არ ვიცი ეს დარეგისტრირების მოდული რამდენად ეფექტური იქნება, ნახავთ ამას, შეიძლება გაქვთ თქვენი გათვლები, მოგვიყევით ყოველ შემთხვევაში კამპანიის შესახებაც, როგორ არ უნდა მინავდეს პროცესი, ან უფრო მეტად როგორ უნდა აენთოს, როგორ ხედავთ ამას. ჩვენ ვიცით, რომ პროტესტი, მიმდინარე პროტესტი, რომელიც მე მგონი 251 დღე არის დღეს უწყვეტი პროტესტის, როგორც თბილისში, ასევე რეგიონის დიდ ქალაქებში, ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, იმედი არც ერთი არ გამორჩა. ადამიანები არა მარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც აპროტესტებენ იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც დღეს საქართველოს არსებობს ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების დამსახურებით. ამ ადამიანების ხილვადობა მაღალია, თუმცა ჩვენ არ გვყავს ეს ადამიანები რაღაცა კონკრეტულ პლატფორმაზე გაერთიანებული და რეალურად ამ წუთას რაც დავიწყეთ არის ის, რომ ვიცოდეთ ზუსტად ვინ არიან ეს ადამიანები, რამდენი ვართ ჩვენ, ვინც ერთგვარი ბაზა რა, გაიცნოთ ეს ადამიანები როგორც ხდებიან. გაცნობისაც მათ შორის ეს არის პლატფორმა, სადაც ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავი წარმოუდგენია რეჟიმთან ბრძოლის, წინახაზი იქნება ეს თუ ზურგის მხარე იქნება, იმიტომ რომ ამ ბრძოლაში ყველა რგოლი და ყველა ფორმა არის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. ყველა ეს ადამიანი და ამ ადამიანების სიას ჩვენ პერიოდულად აუცილებლად გავხდით საჯაროს და ვიტყვით რამდენი ადამიანი შემოვერთდა უკვე ამ პლატფორმას. მე ზუსტად ვიცი რომ გუშინდან მოყოლებული გვეხმიანებიან ადამიანები და ვიცით რომ რეგისტრირდება ბევრი უკვე და ეს არ არის მარტივი, ეს არის გაცხადებული ნაბიჯი რომ მე რეჟიმს ვუპირისპირდები და არ მეშინია რომ ეს ხმამაღლა თქვა. ჩვენ ვიცით რომ საზოგადოებაში არსებობს ძალიან რაღაც ესეთი საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც იმის მიუხედავად რომ ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების მოწინააღმდეგეა, შეიძლება ამ წუთას წინახაზე ეს ადამიანები არ ჩანდნენ სხვადასხვა მიზეზების გამო. ამ ადამიანებისთვისაც გაცილებით უფრო მარტივია მათ შორის ამ პლატფორმაზე შემოერთება, იმიტომ რომ ის აქტივობები, ის ქმედებები და ნაბიჯები, რომლებიც წინააღმდეგობის და ართანამშრომლობის სტრატეგიაში იქნება გაწერილი უკვე სხვადასხვანაირი აქტივობა და სხვადასხვა ნაბიჯი იქნება გადადგმული და ამ ნაბიჯების როგორც მომზადებაში, ასევე აღსრულებაში, ასევე დამუშავების ნაწილში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩართულობასაც ეს არის პირველი ეტაპი, როდესაც ადამიანები მოდიან და იძახიან რომ მე მზად ვარ, ვიყო აქ და ან ის ადამიანები რომლებიც უკვე არიან იქ იძახიან რომ ხო, აი აქაც პლატფორმაზე ვარ და შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ, მითხრათ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და ჩვენ ამ ადამიანებთან რასაკვირველია ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვექნება და ნაბიჯები რომლებიც დაიგეგმება უკვე ართანამშრომლობის სტრატეგიის კამპანიაში მათთან ერთადაც იქნება შეჯერებული და გავლილი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ საქართველოში ამ წუთას მდგომარეობა რომელიც არსებობს პირდაპირ იძახის რომ დღეს პოლიტიკური ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოება ყველა დგას ერთ მხარეს. უდიდესი ნაწილი საქართველოს საზოგადოების დგას ერთ მხარეს და ეს არის ქართული ოცნების საწინააღმდეგო მხარე. ამიტომ გაფართოვებას და გაძლიერებას პროტესტის აუცილებლად უნდა ველოდოთ სწორედ აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმის დამსახურებითაც მათ შორის. ძალიან დიდი მადლობა.